მოგესალმებით. ამ მეცადინეობაში განვიხილავთ არითმეტიკულ ოპერატორებს, მარტივი გამოსახულებების ჩაწერას, ინკრემენტისა და დეკრემენტის ოპერატორებს. არითმეტიკული ოპერატორები C++-ში გვაქვს 5 ძირითადი არითმეტიკული ოპერატორი, ეს არის შეკრება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა და მოდულით გაყოფა. ეს არის ნაშთიანი გაყოფა, ნაშთის გამოანგარიშება, როცა გვინდა. მაგალითად 15% 4 ნიშნავს, რომ ეს არის 15-ის 4-ზე გაყოფის ნაშთი, ანუ 3 სტოლია. ასევე გვაქვს ინკრემენტის და დეკრემენტის ოპერატორები. ეხლა ნახოთ თუ როგორ შეიძლება ჩავწეროთ ჩვეულებრივი არითმეტიკული გამოსახულება, რომელიც შეიცავს რიცხვებს სხვადასხვა ტიპისას, მთელს ან ნაწილად და გარდა იმისა, რომ პრიორიტეტი მიენიჭება გამრავლებას, გაყოფას და ნაშთის გამოთვლას, გამოსახულების გამოთვლის პრიორიტეტი შეიძლება შევცვალოთ ჭრილების გამოყენებითაც. განვიხილოთ მარტივი გამოსახულება. პირველი გამოსახულება, რაც გვწერია აქ, ეს არის 9 კვადრატს მინუს 4ab პლუს 5b და ნახოთ როგორ ჩაიწერება ის C++-ის ენაზე. ამისათვის ჩვენ უნდა დავწეროთ 9 გამრავლებული a-ზე და გამრავლებული a-ზე, ანუ a კვადრატი ჩავწეროთ როგორც a გამრავლებული a-ზე მინუს 4 გამრავლებული a-ზე და გამრავლებული b-ზე. მაშინ გამრავლების ნიშნების გამოტოვება დაუშვებელია პლუს 5 გამრავლებული b-ზე და გამრავლებული b-ზე. C++-ში არის ფუნქცია, რომელიც ითვლის რიცხვის ან ცვლადების ხარისხებს, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ გამოვიყენოთ გამრავლების ოპერაცია. და ნახოთ ახლა ეს მეორე გამოსახულება, რადგან აქ მრიცხველი უნდა იყოს მნიშვნელზე გაყოფილი მთლიანად, ამიტომ მრიცხველის ჩასაწერად თუ მასში მხოლოდ ერთი ოპერანდი, ანუ ერთი ცვლადი, ერთი რიცხვითი გამოსახულება არ შედის, მაშინ ის აუცილებლად უნდა ჩავწეროთ ფრჩხილებში. რაც შეეხება აწილადს, ის უნდა ჩავწეროთ წერტილის გამოყენებით გამრავლებული b-ზე და გაყოფილი a გამრავლებული b-ზეც აუცილებლად უნდა ჩავწეროთ ფრჩხილებში, იმიტომ რომ გამრავლების ოპერაციას არ აქვს პრიორიტეტი, არამედ თუ ფრჩხილების გარეშე ჩავწერთ, მაშინ მოხდება, რომ რიცხველი გაიყოფა a-ზე და b-ზე გამრავლდება. ეხლა ცოტა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ გაყოფის ოპერაცია და ასევე ნაშთის გამოთვლის ოპერაცია. მაგალითად განვიხილოთ მაგალითი, ვთქვათ მოცემული გვაქვს რაღაცა n რიცხვი და ჩვენ გვინდა რომ დავბეჭდოთ აი ამ მთელი n რიცხვის მეხუთედი და მისი ნაშთი. n მეხუთედი ზოგადად აღნიშნავს რიცხვის მეხუთედის მთელ ნაწილს, ანუ მთელად გაყოფის ოპერაცია არის ეს და ნაშთის გამოთვლა, როგორც უკვე ვთქვით, პროცენტის ნიშნის გამოყენებით ხდება. გადავიტანოთ ეს ფრაგმენტი C++-ში და ვნახოთ რას მოგცემს, მაგალითად, როდესაც n-ს ავიღებ 15 სტოლს. რადგან n-ი ზუსტად იყოფა 5-ზე, აქ მნიშვნელობაც ზუსტად მიიღება და ის იქნება 3 სტოლი და 15-ის 5-ზე გაყოფის ნაშთი კი არის 0. ახლა ავიღოთ ისეთი რიცხვი, რომელიც ზუსტად არ იყოფა, ანუ მაგალითად ავიღოთ 12 და გავყოთ და ნაშთიც გამოვიანგარიშოთ. მაშინ განაყოფი იქნება მთელი ნაწილი და მივიღეთ 2, ნაშთი 2-ია, ცხადია. მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რომ ზუსტი მნიშვნელობა გამოვივალოთ, მაშინ აი აქ უნდა ავიღოთ არა მთელი ტიპის რიცხვი, როგორც აი აქ მითითებულია, რომ ეს არის მთელი ტიპის რიცხვი. თუ აქ ჩვენ წერტილს მივუწერთ, ეს რიცხვი უკვე აღარ იქნება მთელი ტიპის, არამედ იქნება დაბლ ტიპის და აღნიშნავს ფაქტიურად 5.0-ს. მაშინ უკვე გამოიანგარიშებს ზუსტ განაყოფის ზუსტ მნიშვნელობას. ნახოთ ეს არის 2.4 და ნაშთი არის 2 სტოლი. კიდევ ერთი მაგალითი განვიხილოთ, ვთქვათ, გვინდა რომ ვიპოვოთ 3 მთელი რიცხვის საშუალო არითმეტიკული
მაგალითად მოცემული გვაქვს 3 რიცხვი A, B და C. აქ ცხადია აუცილებლად ჯერ უნდა გამოვთვალოთ ამ რიცხვების ჯამი და შემდეგ ის გავყოთ 3-ზე. აი ეს იქნება საშუალო არითმეტიკული. რადგან აქ საშუალო არითმეტიკული მთელი რიცხვი იყო, ცხადია რომ სწორად გამოიანგარიშა, მაგრამ თუ 3-ზე არ გაიყოფა, მაშინ იმისათვის რომ ზუსტად გამოიანგარიშოს ეს ნიშნულობა, მაშინ საშუალო არ უნდა იყოს int ცვლად int-ში აღწერილი, არამედ ის უნდა აღწეროთ double-ში ან float-ში და შემდეგ აი აქაც 3-ზე კი არ უნდა გავყოთ, არამედ 3.0-ზე, როგორც წინა მაგალითში ქონდა და ეს არის პერიოდული ასწილადი მიიღება. ეხლა განვიხილოთ ინკრემენტისა და დეკრემენტის ოპერატორები, რა არის ინკრემენტი და რა არის დეკრემენტი. ინკრემენტი ნიშნავს ცვლადის მნიშვნელობის ერთით გაზრდას, ხოლო დეკრემენტის ოპერატორი, მინუს ოპერატორი, ერთით ამცირებს ოპერანდის მნიშვნელობას. მაგალითად, თუ გვაქვს ჩანაწერი int x უდრის 3-ს და შემდეგ ჩავწერთ ბრძანებას, მინიჭებას x უდრის x პლუს 1-ს, ეს ნიშნავს, რომ x-ის ახალი მნიშვნელობა მიიღება მის ძველ მნიშვნელობაზე 1-ის დამატებით, ანუ ძველი მნიშვნელობა იყო 3, 3-ს დაემატება 1 და x-ის მნიშვნელობა გახდება 4-ის ტოლი. ზუსტად იგივეს აკეთებს x პლუს პლუსი ან პლუს პლუს x ოპერატორი, აი ამ x პლუს პლუსის შესრულების შემდეგ x-ის მნიშვნელობა აგრეთვე გახდება 4-ის ტოლი, 3-ს დაემატება 1 და მეორე შემთხვევაშიც 3-ს დაემატება 1 და 4-ის ტოლი გახდება. ანალოგიურად x და x არის დეკრემენტის ოპერატორები და ისინი ერთით ამცირებენ x-ის მნიშვნელობას. თუ x იყო 3-ის ტოლი, საწყისი მნიშვნელობა იყო 3-ის ტოლი, x უდრის x მინუს 1-ს ოპერატორი x-ის მნიშვნელობას ამცირებს 1-ით. ანალოგიურად აი აქ x-ის მნიშვნელობა მცირდება 1-ით. თუ ეს პლუსი ან მინუსი ცვლადს ოპერანს წინ უწერია, მაშინ მას ქვია პრეფიქსური ოპერაცია და თუ ბოლოში წერია, მაშინ ამბობენ, რომ ეს არის პოსტფიქსური ოპერაცია. რა განსხვავება ეხლა აი ამ პრეფიქსურსა და პოსტფიქსურს შორის? თუ პროგრამაში უბრალოდ წერია x პლუს პლუსი ცალკე ოპერატორად ან პლუს x-ი, მაშინ არანაირი განსხვავება არ არის ამ ორ ოპერატორს შორის, მაგრამ თუ ეს ინკრემენტიანი ოპერატორი წერია რაიმე გამოსახულებაში, მაშინ პოსტფიქსურსა და პრეფიქსურს შორის არის განსხვავება. განვიხილოთ ამისათვის მაგალითი. გვაქვს int x უდრის 10 და შემდეგ წერია ბეჭდის ბრძანება. ეს იმას ნიშნავს, რომ x-ის მნიშვნელობა გაიზრდება და დაიბეჭდება გაზრდილი მნიშვნელობა. ანუ ჯერ გაიზრდება და მერე დაიბეჭდება. ანუ x-ის მნიშვნელობა გახდება 11 და დაიბეჭდება 11. მეორე ბრძანებაში cout x-ი პოსტფიქსური ბრძანება გვაქვს, ჯერ დაიბეჭდება x-ის ძველი მნიშვნელობა, x-ის ძველი მნიშვნელობა კი არის 11, მაგრამ შემდეგ x-ის მნიშვნელობა გაიზრდება და x-ის მნიშვნელობა გახდება 12-ის ტოლი. შემდეგი ბრძანება არის ისევ პოსტფიქსურია, ამიტომ უკვე ხვდებით, რომ დაიბეჭდება ძველი მნიშვნელობა, ანუ 12 დაიბეჭდება ჯერ და შემდეგ x-ის მნიშვნელობა შემცირდება და მინუს x-ი შეამცირებს x, ანუ თუ იყო 11, გახდება 10 და დაიბეჭდება 10 და საბოლოო x-ის მნიშვნელობა არის 10. შეგვიძლია ეს შევამოწმოთ ეს ყველაფერი C++-ში, მართლაც მიიღეთ ის შედეგები, რაც უკვე ვთქვით. განვიხილოთ ინკრემენტის და დეკრემენტის შემცველი გამოსახულების გამოსათვლელი საილუსტრაციო მაგალითი ვთქვათ. ჩვენ გვინდა რომ გამოვთვალოთ ეს გამოსახულება, როდესაც A არის 5-ის ტოლი, B 7-ის ტოლი და C 12-ის ტოლი.
და შემდეგ ვნახოთ აი ამ A-ს, B-ს და C-ს საბოლოო მნიშვნელობები რა იქნება, ახალი მნიშვნელობები. მოდი მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ, გამოვთვალოთ ხელით და ვნახოთ. ანუ -A არის დეკრიმენტი, წინასწარ მოხდება მისი შემცირება, გახდება 4 სტოლი, გამოაკლდება ++B-ს 8 და გამოაკლდება ++C, გახდება 13 სტოლი, იქნება -17 სტოლი. და რაც შეეხება თვითონ A-ს მნიშვნელობა იქნება 4, B-ს მნიშვნელობა გახდება 1/8 და C-ს მნიშვნელობაც გახდება 1/8, იქნება 13 სტოლი. ანუ Y-ის მნიშვნელობა იქნება -17, A-ს დააკლდება 1, B-ს დაემატება 1 და C-ს დაემატება 1, როგორც უკვე ვთქვით. მადლობა რომ უყურეთ ვიდეოს. შეკითხვები შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში. თუ თქვენთვის საინტერესო იყო ვიდეო, მოიწონეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი.